საღამო მშვიდობის არა და დღე მშვიდობისა. ამავიწყდა მეგობრებო. დღე და ღამე ჩემო ძვირფასებო ამერია. აბა როგორ ხართ? მოვედი. დღე მშვიდობისა ყველას მოგესალმებით. აბა როგორ ხართ? როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო? გამარჯობა. სალამი ყველას. როგორ გიკითხოთ? აბა როგორ ჩაიარა კვირამ, ჩემო მეგობრებო. კარგა ხანია თქვენთან არ მოსვარ, ამიტომ მოვედი. გაიხარეთ არამიშას. საჯარო ლაივი გვექნება დღეს კითხვების გარეშე, მეგობრებო. ლაივი კითხვების გარეშე. ლაივი კითხვების გარეშე. სანამ კარტებს მოვამზადებ, მეგობრებო, თქვენთან ერთად. გაიხარეთ არამიშას. დამეტარი დაგეკარგეთ. ხო, ნუ რა ვქნათ, მეგობრებო, ნუ რა ვქნათ. ვაპატიეთ, მაგრამ მოვედი, აი მოვიდა. ანა მარია, გამარჯობა. აბა მეგობრებო, მოდით. გაიხარეთ, ჩემო ძვირფასებო, მეც ძალიან მომენატრეთ, მაგრამ ესეთი სიტუაცია მქონდა, რომ რა გრაფიკში ჩავჯდებოდი, არ ვიცოდი. ხა, ელოდებით დაპირებულ სიახლეებს, რა თქმა უნდა. გაიხარეთ, მეც ძალიან მომენატრეთ. ეს ლაივი და თავისუფალი ლაივი ძალიან მიყვარს თქვენთან ერთად თითოეული გატარებული წამი თუ წუთი. არა, ჯერ არა. არა, მუშაობა არ დამიწყია ჯერ. უბრალოდ ლაივის მომენტი, როდის რას გავაკეთებდი, არ ვიცოდი, იმიტომ რომ ეს დღები ავაკვირდები, როდის შემეძლო თქვენთან მოსვლა, იმ დღეს მინდოდა და გავთიშე, იმიტომ რომ უცებ საათს რო შევხედე, არ მქონდა უკვე დრო, მარტო ყოფნის. გაიხარეთ. მოკლედ მეგობრებო, არავის არ ველოდებით, ჩვენი დევიზი არავის არ ველოდებით. გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. მეგობრებო, დავიწყებ ახლა თქვენი დახასიათებით. ვინ ხართ თქვენ? თქვენი ენერგიები მაინტერესებს. მოეშვით, არაფერზე არ იფიქროთ, არ ინერვიულოთ, არ იღელვოთ, უბრალოდ მოეშვით. აჰა, ესე იგი ძალიან ბევრი დაგიგროვდათ სათქმელი. აი მეგობრებო, ძალიან ბევრი რამე უნდა გავიგოთ. ძალიან ბევრი რაღაცები უნდა გავიგო. რამე ხო არ გამომეპარა, მეგობრებო. დავიწყებ, ეხლავე დავიწყებ, მადროვეთ. გაიხარეთ. ეხლავე დავიწყებ, მეგობრებო, სანთელზე მოვარო. ხა. ეხლა მე მაინტერესებს, ვინ ხართ თქვენ? აი თქვენი ენერგიები მაინტერესებს, მეგობრებო. ეს ერთი კვირა რო არ ვიყავი, რა ხდებოდა თქვენ? ვიღაც მეგობრებო ძალიან იცით როგორ ხართ, აი ესეთი თითქოს და ჩაკეტილები ხართ, თითქოს რაღაც ზეწოლები გააქვთ ირგვლივ მყოფებიდან, ნუ ვისრა, ეხლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ. ხო, რაღაც ხელი შემშლელი ფაქტორები, რაღაც და ვიღაც არის კი, რომლებიც თითქოს და გასახანს არ გაძლევთ.
არ გაძლევთ თავისუფლად მოძრაობის უფლებას, ბევრ სამუშაო, ბევრ აი რაღაც სიტუაცია, ბევრ პარტნიორი, ნუ ვისრა და ვისრა. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, ყოველთვის ცდილობთ, რომ აი რაღაცა გადადებთ მეორე, ანუ მეორე არა, უყურეთ მეგობრებო რა ხდება, სხვა დროს. აი სხვა დროს, როდესღაც, რაღაც სხვა დრო, დღეს არ შემიძლია კაცო ხვალ, ასე ამბობთ. დღეს არა ხვალ, არა დღეს 1 საათში, არა 1-2 საათში. ისი გაკეთება შეგიძლიათ აი ახლა და ამ წუთას, ყოველთვის გადადებთ. რატო გადადებთ? არ ვიცი, მაგრამ კი. თქვენი ენერგიები, ხო? ბევრმა რაღაცები დატოვეთ, არ გადადეთ, მაგრამ ბევრმა რაღაცები გაუშვით. უკვე, კი? და უკვე იცით რა არის, ეს ეთყობა წარსულში იყო, ეხლა გააქვთ ის სიტუაცია, რომ ყველაფერს ტოვებთ მოგონებებში, თუმცა პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული, იმიტომ რომ არავის არაფერს აღარ ეუბნებით, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ხო, მხოლოდ გულის კარნახზე ხართ დამოკიდებული, მაპატიეთ ესე ცოტა უხეშად ნათქვამია დამოკიდებული, არა, უკვე ენდობით გულის კარნახს, კიდევ თქვენი ენერგიები, თუმცა მაინც ცოტა გაქვთ დარჩენილი საკუთარ თავთან წინააღმდეგობა, ბევრ თქვენთაგან სტრესიც გაქვთ, ემოციური ფონიც გაქვთ. ბევრი თქვენთაგანი სულ ინტერნეტშია, ჩემის არ იყოს და ათვალიერებთ ვის და რას, არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი გაინტერესებთ. თქვენი ენერგიები არის აი ყველაფერი, აი რაზნიე მეთოდი, აი ყველა და ყველაფერი გაინტერესებთ, რატომაც არა მეგობრებო. აი რატომაც არა, კი. 24/7-ზე ვინ სად რა როგორ რატომ? ხა, რატომაც არა. ხო, ეცე ჩემი გონება ჯერ ამას ქაჩავს, რო იტყვიან, ქაჩავს, ვახერხებ. ხო. მე არ ვიცი, ამ წუთას კი. კიდევ თქვენი აი კიდევ ბევრი გაურბიხართ ვიღაცებს და რაღაცებს ემალებით, თითქოს ეხლა ჩრდილში დგახართ, იმიტომ რომ არაჩვენებთ ადამიანებს თქვენს. ხო, უყურეთ ეხლა მეგობრებო, რა ხდება, ეხლა გეტყვით ზუსტად. კი, თქვენ დაძვრებით, ჩემი არ იყოს ინტერნეტში და გაინტერესებთ ყველა და ყველაფერი, მაგრამ უყურეთ, თქვენ გებულობთ ყველა და ყველაფერზე ამბებს და ინფორმაციას, მაგრამ თქვენზე არავინ არაფერი არ იცის. აი ნახეთ რა ხდება ეხლა აქ. კი, გაურბიხართ ყველაფერს, მალავთ ყველაფერს, ხართ ჩრდილში, ხართ სიბნელეში და არავის არაფერს არ აჩვენებთ. აი ნევიძიმი არის, ხო, აი უჩიმაჩინი ვიტყართ მეგობრებო. ხა. კიდევ ის რომ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები ხართ ზოგადად, ამ ყველაფერს აკეთებთ თქვენთვის წყნარად მშვიდად ისე რომ არავის არაფერი არ უშავდება და მართლაც სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ის რომ მეორე შანსი გინდათ კიდევ ცხოვრებაში ძალიან ბევრი შანსები გინდათ, რატომაც არა მეგობრებო? და იმიტომ რომ ხო, გიყვართ ბუნება, გიყვართ სამყარო, გიყვართ ბუნებასთან დაკავშირებული ყველანაირი მოვლენა, წვიმა, ქარი, ქარიშხალი, ყველაფერი გიყვართ, რო იტყვიან. და კი. მოკლედ თქვენი პოზიცია ძალიან მისაღებია ჩემთვის. კიდევ თქვენი ენერგიები. აი მე რო არ ვიყავი ახლა ეს ერთი კვირა, მეგობრებო, თქვენი ენერგიები, ნახეთ. აი თქვენი ენერგიები, მეგობრებო, ხედავთ? უჩემობის დეპრესია გქონდათ მეგობრებო? ნუ ესე, ნუ ხუმრობით რა თქმა უნდა. ხო, მაგრამ რატომაც არა ზოგს კი ნამდვილად, იმდენად მიჯაჭულობა გაქვთ ამ ყველაფერთან მეგობრებო, ზოგადად ეჩვევით ადამიანებს, აი ადამიანებს, როდესაც ეჩვევით, მე რთულია თქვენთვის იმ გარემოს და იმ სიტუაციის გარეშე ყოფნა, გაორება გეწყებათ ამ დროს, დედასფიცა ვარ გულით ვამბობ ამ ყველაფერს, კი აი ნახეთ მეგობრებო. გეწყებათ გაორება და ხო, ხდებით დამოკიდებული ამა თუ იმ რაღაცეებზე. მე გეტყვით აქედანვე რომ არ შეიძლება ეს. ეს არ შეიძლება მეგობრებო. აი არ შეიძლება. მორიელი დამეკარგა დღეს. წუხელს მე არ ჩანს. მორიელ სად ხარ, ძამა? ხო. და ბომბილი ვარ სავსე მე ვერ ვიგრძენი სავსე მთვარეობა ამ ეტაპზე დედასფიცა ვარ მეგობრებო. ერთადერთი რაც ვიგრძენი არის ის რომ აი ეს ჩემი პრობლემა რა არის? სისხლძარღვები, მეტი არაფერი.
კი. აი ესაა ჩემი სუსტი წერტილი დღესდღეობით, ამით თუ ვიგრძნობ, აი უკვე რაც სამსახურიდან გამოვედი, არაფერი აღარ მაინტერესებს. სამაგისოდ. რა მტკივა და რა მაწუხებს. ხო. ფსიქოლოგიურად არ მაწუხებს, ჯანმრთელობის მხრივ კი ბატონო. მორიელი ნუ გვემალებიო. მორიელი არ გვემალება, უბრალოდ არ არის აქ. დამალვის რა მოგახსენოთ, მაგრამ აქ არ არის მეგობრებო, ასე რომ გავუგზავნე შეტყობინებაც გავუგზავნე პირადში. მოსაწვევით გავუგზავნე აქედან, ასე რომ როგორც კი მოიხერხებს, მოვა. კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, თუმცა გული ძალიან დამძიმებული გაქვთ. კიდევ თქვენი ენერგიები. აი რა ვთქვა მეგობრებო, არ ვიცი, ეს ალბათ ეხლა ეს მოდი ეს აი ეხლა ამაზე ჩვენ არ გავამახვილოთ ყურადღება და ვთქვათ ეხლა რა ვუყურეთ. აი ეხლა ხო აი ეს რა ხდება ეხლა ამასთან დაკავშირებით. იტალიაში მაგალითად ამის დღესასწაულებია ეხლა. რა ქვია ამას? რა ქვია მეგობრებო და დამავიწყდა ამის სახელი? ნუ მივხვდით რასაც გულისხმობ. მე მგონი მოვიდა მორიელი. მე მგონი არა ხო ეხლა როა მეგობრებო რა ქვია ამას და ღმერთო ვინც ხართ იტალიაში შემახსენეთ მეგობრებო ჰელოვინი კი ბატონო ხა აი ეს კიდევ ხო თუმცა რაღაც არის მსგავსი რაღაც არის ნეგატივი თქვენთან დაკავშირებით ამიტომ ამ ყველაფერს მაინც არ შეუშინდეთ მეგობრებო არ შეუშინდეთ გეფიცებით ეს ვერაფერს ვერ დაგაკლებთ თქვენ თუ კი ხართ აი ემოციურად არა აი ფსიქოლოგიურად თუ ხართ მომზადებული და იცით ის რომ მეგობრებო აი ამან რა უნდა დაგიშავოთ აი მართლაც მოქმედებს ეს ყველაფერი იცოდეთ რომ თუ კი თქვენ თავს შემოუძახებთ იმას რომ მე ეს არაფერს არ დამაკლებს და ეს ამან მე რა უნდა მიქნასო ზუსტად მეგობრებო მანდ ვართ ხო აი ზამე შაწელსტვა კი არის რაღაც ჩარევები თქვენთან მაგრამ ამის არ შეგეშინდეთ დღემშვიდობისა ყველას იუზერ მოგესალმებით. ეხლა დილით ვიქნები ზოგადად ხო ეს პერიოდი სანამ მუშაობას დავიწყებ მეგობრებო შევეცდები რომ აი ამ დროს საქართველოს დროით პირველ საათზე იტალიის დროით 10 საათზე ვიყო თქვენთან ყოველთვის სანამ მუშაობას დავიწყებ. იმიტომ რომ ეხლა ეს პერიოდი მაქვს ეს დილის ეს 1 საათი საათნახევარი შემიძლია თქვენთან ვიყო. ნუ რა ვქნათ, მომიტევეთ, მაგრამ ხო. კიდე, მოდით თქვენი ენერგიები. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული ვის ოჯახზე, ვის ურთიერთობაზე, ვის შვილებზე, ვის ნათესავებზე, მოყვრებზე და ნუ ასე. კი. ძალიან პასუხისმგებლიანები ხართ ზოგადად. თუმცა მეგობრებო, ეხლა გააქვთ იცი როგორი სიტუაცია, თითქოს ზედაპირულად უყურებთ უკვე ამ ყველაფერს. თუ ეს შეეხება ლიჩნად, მოდი ესე არ ვთქვათ, პირადად ურთიერთობას უკვე ზედაპირულად უყურებთ ამ ყველაფერს და ძალიან კარგია რომ ესე ხართ, იმიტომ რომ არაფერი გამოგივიდათ ამით. მოდი ასე ვიტყვი, აი ამ სიტუაციით რომ თქვენ ყველაფერს უძღვებოდით და ყველაფერი თქვენ უნდა გენერვიულად არაფერი გამოგივიდათ, ამიტომ ეხლა ხართ ზედაპირული, აი იქნება, არ იქნება. всё. აი ეს სიტუაცია გაქვთ მორგებული, კი. თუმცა ვიტყვი იმასაც რომ ძალიან ისეთები ხართ, მეგობრებო, ურთიერთობაში ხართ ძალიან გულღიები, ხართ ბავშვურებიც, ხართ ერთგულები, ხართ აი ძალიან თბილები, მგრძნობიარეები, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება მერე თქვენზე და ყოველთვის რჩებით აი გულგატეხილები რო იტყვიან. ხო. ეხლა ამ სიტუაციაში თითქოს ბლოკები გადევთ. ბლოკები მეგობრებო, ბლოკებში ხართ. თქვენი ენერგიები, აი ეხლა რა ხდება თქვენთან, აი ამ წუთში რა ხდება თქვენთან. ლომი, მოგესალმები.
ეხლა რა ხდება თქვენთან მეგობრებო და თითქოს რაღაცეებს აანალიზებთ, რაღაცეებს ფიქრობთ, უკვე გონება გაქვთ ჩართული, უკვე ფიქრობთ თუ როგორ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან, ამ დეპრესიებიდან, ამ მარტოობიდან, ამ ყველაფრიდან. თქვენც ასევე გაიხარეთ, ხო, ხელფეხ შეკრულობიდან როგორ გამოხვიდეთ, გამოუვალი სიტუაციიდან. აი ამ სიტუაციაში ხართ ეხლა თქვენ. მეგობრებო, ერთი შემიძლია რჩევა მოგცეთ, არასოდეს არ დაიცეთ სულიერად. ხო. ყოველთვის ელოდეთ კარგს, ყოველთვის იფიქრეთ კარგზე, ყოველთვის შეეცადეთ კარგი. აი ეს მეგობრებო თქვენი სიტუაცია არაა. ეს თქვენი პოზიცია არაა, მეგობრებო. ეს ის არაა თქვენ რაშიც ახლა ხართ და ეს თქვენი არაა. ეს ზოგადად არავის არაა, მაგრამ ნუ ხო ხვდებით ახლა თქვენთან მიმართებაში ეს თქვენთვის უცხო უნდა იყოს. ბევრი ხართ ასე. ხოა? მეგობრებო, ძალიან დიდი ტკივილი გაქვთ. ძალიან დიდი ემოციური ფონი გაქვთ, ძალიან დეპრესიები გაქვთ. საკუთარ თავს ეჭხუბებით, მეგობრებო. საკუთარ თავს ეჭხუბებით, ეს რატო გავაკეთე? ვაიმე ეს როგორ დამემართა? ვაიმე ეს როგორ? აი თქვენი სურათი. აი თქვენი სურათი. და მე გეტყვით რომ ეს არ გააკეთოთ მეგობრებო. ეს არის ის რაც უნდა გაგევლოთ. მოდი ასე ვიტყვი. ამიდან თქვენ ახლა უნდა გამოიტანოთ დასკვნა, ამიდან უნდა მიიღოთ ერთი დიდი გაკვეთილი და всё, დამთავრდა. ეს უკვე არაფერს აღარ მოგიტანთ ეს პოზიცია თქვენ, ამიტომ მეგობრებო, რაც შეიძლება სასწრაფოდ დატოვეთ ეს პოზიცია და გამოდით ამ სიტუაციიდან. კიდე თქვენი ენერგიები. ხო, გამოდით მეგობრებო, გადაერთეთ რაღაცაზე, რაღაც საქმიანობაზე, რაღაცით გაერთეთ, რაღაცით გადაერთეთ, აი არ ვიცი რაც გინდათ, ის მოძებნეთ, ლიჩენი, რაღაცით უნდა გაერთოთ, რაღაცით უნდა გამოხვიდეთ. ის თქვენი რაღაც უნდა მოძებნოთ, თქვენი, რაც თქვენ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანთ მეგობრებო. ხო, რა, დამწუხრება, რაღაც დანაკარგების, დეპრესიების, დიდი გულის ტკივილი, ეს ყველა ვარიანტში უნდა დატოვოთ, მეგობრებო. უყურეთ, რა უნდა გააკეთოთ, ეხლა მე გეტყვით. აი, ვის არ მოგცვლია შეცდომა, ვინ არ შევცდარვართ, აი მე მაგალითად. მოდი ასე ვიტყვი, მეც მაქვს შეცდომები, მეც მაქვს გავლილი თქვენი პერიოდი და ეხლა მე ამის მთქმელი არავინ მყავდა. მოდი ასე პირდაპირ ვიტყვი მეგობრებო, ეს საკუთარ თავთან ძალიან ბევრი ვიმუშავე, ამაზე ვისაუბრეთ მე და მორიელმა გუშინ ძალიან დიდხანს. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ. ეხლა მე გეტყვით ყველაზე კარგ გამოსავალს მეგობრებო. ხო? შევცდით. ვაღიარებ რომ შევცდი. ვაღიარე, მე პირადად ვაღიარე რომ შევცდი. ვაღიარე რომ დავაშავე რა მეგობრებო, საკუთარ თავს დავუშავე, განა ვის? ხო? ხო. მიიღეთ ეს სიტუაცია, აღიარება და მიღება და გაშვება. მეტი არაფერი გევალებათ. ხო. უი, შევცდი, კი ბატონო, შევცდი, ვაღიარე საკუთარ თავთან. ვაიმე, შევცდი, ეს როგორ დამემართა, მაგრამ სულ ასე ხო არ უნდა ვიძახო მეგობრებო და სულ საკუთარ თავს ამით დიდი ტკივილი ეს ხო არ უნდა ვაყენო და სულ საკუთარი თავი ხო არ უნდა დავაყენო კუთხეში და ამის იქეთ ახლა აღარ უნდა გავიხედო მეგობრებო? აი როგორ ფიქრობთ თქვენ? ესე უნდა იყოთ რამდენხანს? ხომ არ მეტყვით? გამორიცხეთ. აი ხო ხვდებით რომ დააშავეთ. კი, მიხვდით ეს უკვე რომ დააშავეთ. კი ბატონო, აღიარეთ რომ დააშავეთ, საკუთარ თავს დაუშავეთ და დაამთავრეთ აქვე ყველაფერი. всё, მორჩა, დამთავრდა, დასრულდა. ვიცი რომ დავაშავე, მივიღე გაკვეთილი, გავიარე გაკვეთილი, ან გავივლი ამ დიდ გაკვეთილს და მე გამოვალ ამ მდგომარეობიდან. რადაც არ უნდა დამიჯდეს, რა დროც არ უნდა დამჭირდეს, გამოვალ ამ ყველაფრიდან და დამთავრდა მეგობრებო. დამთავრდა. მორჩა. ხო. აი ასე. აიძულოთ უნდა საკუთარი თავი მეგობრებო. უნდა აიძულოთ, უნდა აიძულოთ მეგობრებო. ნახეთ ქვემოდან რა კარტია, ასვაბაჟძენი. განთავისუფლდით ამ ყველაფრიდან.
ნებისმიერი საშუალებით რითითაც შეგიძლიათ იმით ყველაფერი უნდა ეცადოთ რომ ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ თქვენ თვითონვე უნდა გამოიყვანოთ საკუთარი თავი ვინმეს არ ელოდოთ მეგობრებო გამორიცხეთ ამას თქვენზე უკეთ ვერავინ ვერ გააკეთებს ვერც ადამიანი და ვერც სიტუაცია დედას გეფიცებით თქვენ თუ ეხა ვინმეს ელოდებით რომ ვინმე გამოჩნდება ისეთი რომ თქვენ ამ დეპრესიიდან გამოგიყვანთ ძალიან შემცდარ ხართ ამას თუ ელოდებით ამას ჯერ სამყარო არ დაუშვებს იცით რატომ თქვენი დეპრესიები სხვის ზურგზე არ უნდა გადავიდეს მეგობრებო მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის მაგრამ ასია კი საკუთარ თავთან უნდა იმუშაოთ უნდა მიეჩვიოთ საკუთარი ემოციების მართვას გრძნობების მართვას და ამ ყველაფერს უნდა მიეჩვიოთ მეგობრებო მაპატიეთ ესეთი საუბრისთვის მაგრამ კი 6 წელი მე არაფერი მიკეთებია სხვა ეხლა არ მითხრათ რომ თქვენს ხო ახლა შეიძლება ერთმა ვინმე გაიფიქროს ვაიმე 6 წელი ასე უნდა ვიტანჯო მე ბოდიში მეგობრებო რა თქმა უნდა მეგობრებო ნუ დამხმარე საშუალებებიც არის მაგრამ ძირითადად თქვენ თვითონვე უნდა ეცადოთ ამ ყველაფერს მორიელ მორგანა უღრმესი მადლობა სხვა ამას თქვენზე უკეთ ვერავინ ვერ გააკეთებს მეგობრებო გარწმუნებთ ხო აი ესა მეტი არაფერი კიდევ თქვენი ენერგიები ესეთი პირდაპირობისთვის მაპატიეთ მაგრამ უნდა ვთქვა მეგობრებო თქვენი ენერგიები ხო უყურეთ ახლა მეგობრებო ახლა დაუშვათ და უყურეთ ახლა გეტყვით რატომ უნდა იყოს ესე და რატომ არ უნდა იყოს ხვის იმედზე ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ რომ ახლა თქვენი ამბები თქვენი ცხოვრება თქვენი ტკივილები ჯერ ერთი ის რომ სხვას თავზე არ უნდა მოახვიოთ ჯერ ერთი ეს ყველაფერი თქვენ თვითონვე უნდა დაასრულოთ ამას სხვა ვერ დაასრულებს თქვენ თუ გონებიდან ამ ყველაფერს არ წაშლით თქვენინებით სხვა ამ ყველაფერს ვერ წაგიშლით ხო და სხვის ნერვებზე ეს არ შეიძლება ამიტომ თქვენ თვითონვე აჰა ხო რისკის კარტი ამოვარდა რისკის კარტი ამას თქვენს მეტი ვერავინ ვერ გააკეთებს მეგობრებო ხო ხედავთ გარისკე და გამოდი აქედან ხო აბა კიდევ თქვენი ენერგიები კიდევ ხა მეგობრებო რა ვთქვი ახლა განთავისუფლდი აი იმ ყველაფრიდან განთავისუფლდი მეგობრებო თვითონ აი თუნდაც წმენდები ჩაიტარე თუნდაც რაღაცეებს უყურე აი როგორათაც გინდა იმ ხერხით გამოდი აქედან ხო მეგობრებო აქ ნახეთ რა წერია ატყვის კაცს გაუშვი გააგრძელე გზა გამოდი ჩაიტარე წმენდები გაიწმინდე განთავისუფლდი და გააგრძელე გზა და გეუბნება კარტი გარისკე ადამიანო გამოდი აქედან ეს შენი არა ეს სიტუაცია რაშიც ახლა ხარ შენ ეს შენი არა ხო გიკვირს საკუთარი თავის ადამიანო რატო ხარ ასე იმიტომ რომ ეს შენი არაა და იმიტომ გიკვირს ეს დეპრესიონერები არ ვართ მეგობრებო დეპრესიონერები არ ვართ და იმიტომ აი მე მორიელ ძველი აკაუნთით მოხვედი ძამა თუ ახალია ხო ასე რომ ქვემოდან ნახეთ მეგობრებო მეგობარი აი თუნდაც ერთი მეგობრებო დრო აი ნახეთ მეგობრებო გაიქეცით ამ სიტუაციიდან გაიქეცით მეგობრებო აი თუნდაც ერთი მეგობარი რომელიც კიდევ შეგიძლია მეგობარს რომელსაც შეუძლია დახმარება მეგობრებო ხო აი არის ისეთი ერთი ადამიანი მოიძებნება თქვენს ირგვლივ ვისაც შეუძლია თქვენი თუნდაც მცირედით დახმარება მეგობრებო დანარჩენი ყველაფერი თქვენს კი სერწეა
კინაღამ საღამო მშვიდობისა ვთქვი, იმიტომ რომ სულ ღამით მოვდიოდი, კინაღამ არა და თავში ვთქვი, საღამო მეთქი და გადავაკეთე დღე მშვიდობისათი. მორიელ როგორ ხარ, ძამა? ხო, ასე რომ ჩემო მეგობრებო და ნახეთ თქვენ ის რასაც ელოდებით. იმ ყველაფერს მიიღებთ. ამ სიტუაციიდან გამოსვლა ხო გინდათ მეგობრებო, ხო და თუ კი ეცდებით ამ ყველაფერს, აუცილებლად კარგ შედეგს ნახავთ. რას ამბობ, მორიელ, გემი და თვითმფრინავი ჩვენთან შორსა. საღამოს უკეთესია მორგანა კი, მაგრამ ეხლა ეს სიტუაცია არ მაქვს. მარტოდ არ ვარ სახლში, დღისით ვარ ეხლა მარტო, ამიტომ სამსახურში თუ გავედი და როდის გავალ არ ვიცი, მაგრამ სამსახურის პერიოდში კიდევ შემიძლია ღამის საათებში კი. მალე დაიწყეთ მუშაობასა. როგორც უფალს უნდა ისე იქნება მეგობრებო. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო თქვენი ენერგიები. მორიელ ცოტა დაგაგვიანდა, მაგრამ არაუშავს ძამა. მე ავტვირთავ და შეგიძლია უსმინო შენს დახასიათებას. აი. ხა. როდესაც იქნება ჩემი სამსახური, მაშინ ნახავ მეც. იმედია, ჩემი არსად არ წავა, ვიცი, ოღონდ ეს კარგად. ჩემი სამუშაო არსად არ წავა, მეგობრებო. ამიტომ სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვჩქარობ, ძალიან მინდა და სვენება, იმდენად დასტრესილი გამოვედი, რომ სახლში საერთოდ ვერ ვჩერდები, მეგობრებო. ეხლაც თქვენ გამო, თორე მე დილის 8 საათზე უკვე გარეთ ვარ, რომ უბრალოდ ჰაერზე მინდა ყოფნა. და დილით გავდივარ და ღამით შემოვდივარ სახლში, მეგობრებო. გათიშული მოვდივარ, მაგრამ მაინც მინდა გარეთ ყოფნა. კარგით, მოდი ეხლა, მეგობრებო. რა გავაკეთო? მოდი ვნახოთ პარტნიორი, გვინდა პარტნიორი, მეგობრებო? პარტნიორის ენერგიები გვინდა, რომ ვნახე, ნახოთ თუ არაო. რაო? რომ ვნახავ, ვნახოთ თუ არაო. პარტნიორის ენერგიები გვაინტერესებს, მეგობრებო? პარტნიორი. დიდი ხანია ერთი არ გადაგვიხედია, მოდი ერთი რო იტყვიან გადავაფურთხოთ ეშმაკს. და ვნახოთ ერთი რა ხდება ეგ ბაჟბატონთან თუ ქალბატონთან, აბა. ნიანგის ცრემლები, მორიელ ნიანგის ცრემლები, ძამა. ხო, რაზე ოცნებობს თქვენი პარტნიორი? ბები ამისის მაპატიეთ, მაგრამ თქვენი პარტნიორი, მეგობრებო. ხედავთ, რაზე ოცნებობს? პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ეხლა გავარკვევთ, ვისი პასუხისმგებლობა, თქვენი თუ მისი? ეს უნდა თქვენს პარტნიორს კი. იყოს ეს აქ, ნახავთ ეხლა დანარჩენს. იმედია ჩაიფიქრეთ. ქალბატონი თუ ვაჟბატონი, თქვენი პარტნიორი სასურველი ადამიანი და დავიწყოთ. ხა, რა უნდა ეს ამოვარდა დავტოვე, მეგობრებო? თქვენი პარტნიორის ენერგიები. თქვენი პარტნიორის ხო. ბევრი შემთხვევაში მაგია. ზემოქმედება ბევრი ადამიანის შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ადამიანი იქ სადაც არის მიჯაჭვულია, შეიძლება იყოს მიჯაჭვული ბავშვით, თუ ბავშვი ყავს თქვენ პარტნიორს და სამკუთხედში იმყოფებით. თუმცა მისი ენერგიები არის ეხლა ეს. ეს უნდა თქვენს პარტნიორს, მაგრამ მისი ენერგიები არის ეს. ეს არის რაც თქვენ შორის ხდება ეხლა, მეგობრებო. კარგით. ეს ეხლა ხდება თუ აქამდე იყო, ამასაც გავარკვევთ ეხლა. ბევრი შემთხვევაში ხა მორიელ შენ ეს არ გეხება? ასე რომ ამას ძალიან არ ჩავეციკლოთ, მეგობრებო. თქვენ მიხვდებით თქვენს პოზიციას მოერგეთ. კიდევ მისი ენერგიები გაავებულია. ეს ადამიანი სასწაულად ალბათ ახლოს რო ყავდეთ დაგახჩობთ. ხო, ეს ადამიანთან ახლოს რო იყოთ თქვენ, ესე მიგახჩობთ. ალბათ უნდა რომ მიგახჩოთ. თუ რა არის, არ ვიცი, მეგობრებო.
სასწაულ დღეშია რა კაია რომ ესეა მე მიხარია რომ ესეა თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მიხარია რომ ეს ადამიანი ახლა ესეა ხო საკუთარი თავი მოახჩოს სულ გათვალიერებთ ინტერნეტში სულ გათვალიერებთ როგორ გათვალიერებთ იცით მეგობრებო გაიქცევა გამოიქცევა შემოვა უცებ შემოვარდება დაგათვალიერებთ დაგსტავკავთ მე გაიქცევა მე ისე მოუარს რაღაცა შემოვარდება ინტერნეტში სოციალებში დაგათვალიერებთ დაგსტავკავთ მე ისე გაიქცევა სასწაულ დღეში არ ვიცი სად გხედავთ როგორ გხედავთ ეს ადამიანი ძალიან კარგად გხედავთ რამდენს დაგინახავთ მეგობრებო რამდენს დაგინახავთ ეს ადამიანი აი ბოლოს რო გარბის ესე გარბის აი მეგობრებო გარბის და თან ესე ხო ესე გარბის და თან ესე გაავებული გარბის საცოდავი მისი დღე მეგობრებო უბედურ დღეშია ერთი დამანახა ცალითვალით მეგობრებო ნეტა როგორი სირბილი შეუძლია ის მაინტერესებს სად მაქვს ეხა ჩვენი კალდუნია ცოცხები მეგობრებო და მოუცოცხავდი ერთს ხა მისი ენერგიები არა ბიჭოს მისი ენერგიები მეგობრებო დაბრუნება უნდა ადამიანს ბებია მისისა დაბრუნება უნდა მეგობრებო თუმცა პირში წყალი აქვს ჩაგუბებული ამას ვერ ამბობს ამას ვერ გეტყვით ახლა რომ ეს ამ ადამიანს დაბრუნება უნდა ამას როგორ გეტყვით ახლა მეგობრებო ეს გამორიცხულია მაგრამ ამ სირბილით აი ეხლა მე აქ ენერგიებს ვკითხულობ და ვხედავ მეგობრებო დედას პიცა ვარ ცირკის მსახიობი ხო ცირკის მსახიობი აი როგორ აიცით თქვენ შეიძლება ხედავთ ამ ადამიანს პირში წყალი ჩაგუბებული თითქოს ვაიმე არაფერს აღარ ამბობს კი არა მეგობრებო მარტო როა თქვენგან როცა გარბის ამ ფერ დღეში ასე იცახის ხო ამ ფერ საცოდავ დღეშია რა კაია ზილოს ეს ტალახი ზილოს ეხლა ეს ეკუთნის ეს ტალახი ზილოს ზუსტად მეგობრებო ძერწოს ეხა ძერწოს პლასტელინი გაუგზავნეთ მეგობრებო რომ იქნებ ძერწოს ხო პლასტელინის კაცია და ქალია ეს ხო პლასტელინით გამოძერწავ ყველანაირ ფიგურას უსიცოცხლო ფიგურას გამოძერწავ პლასტელინით მეგობრებო ხო ხა მეც ვერაფერს ვერ გამოძერწავ პლასტელინიდან უსიცოცხლო ფიგურას ზუსტად მეგობრებო ხა კიდე მისი ენერგიები გამიხარდა კი სიყვარული უნდა თუმცა მეგობრებო ძალიან მიტოვებულად გრძნობს თავს მიგდებული მიტოვებული დასამარებული და დამარხული რა ვიცი გულზე ხელებ დაკრებილი მყარზე ვენოკი ცოცხალზე ვენოკი რაც გინდათ ის დაარკვით ვენდეტა ასე გაღიმებულია მეგობრებო ძალით გაღიმებულს ხედავთ ალბათ თქვენ თორე ეს ნატურალური ბუნებრივი გაღიმება არაა ხედავთ ხო ნიღაბი ეს ადამიანი არის არტისტი მსახიობი ნიღბის მატარებელი ნიღბოსანია მეგობრებო ნიღბოსანი ხა ბატონო თქვენი პარტნიორი არის ნიღბოსანი მისი ჭირი მე თქვა კიდე ხა გულს არ განახებთ გულში სიყვარული შეიძლება კონდეს ამ ადამიანს არ აქვს მეთქი ახლა ვერ ვიტყვი იმიტომ რომ სიყვარული აქვს მაგრამ მეგობრებო არ გინდოდეთ მისი არაფერი გინდოდეთ პერსპექტივაში ამასობაში სიკვდილი მოგვაკითხავს კარზე მეგობრებო ისეთი სიყვარული აქვს ამ ადამიანს პერსპექტივაში ეგრ საცხა ორბიტაზე ეს სიყვარულება ადამიანს ხა მისი ენერგიები ეს ადამიანის რაღაციდან განთავისუფლებას ცდილობს ძალიან ჩაკეტილი ჩანიავებული ჩასკვარამეთებული მეგობრებო რო იტყვიან ხო აქ არის აგერ გეუბნებით აქ არის მაგია აი მეგობრებო მისი პოზიცია და ეს ადამიანი შეიძლება ეხლა კიდევაც იკეთებდეს წმენდებს არ გამოვრიცხავ აი მეგობრებო
თუ კი თქვენ იცით რომ თქვენ შორის მაგია იყო, ნუ შეიძლებაც იკეთებდეს რაღაცებს, ან იოგებს აკეთებდეს, რაღაცით არის დაკავებული, ეს რაღაცა არის წმენდები, მეგობრებო. არ გამოვრიცხავ კიდე, შეიძლება იყოს მარტო განდეგილის პოზიციაში და ესეც ერთ-ერთი წმენდაა, იცოდეთ, მეგობრებო. საჯაროა კი. იცით ხო, მეგობრებო, განდეგილში როდესაც არის ადამიანი, ესეც ერთ-ერთი განთავისუფლება და წმენდაა. კი ბატონო, მეგობრებო. ეს პოზიციაც ძალიან კარგად მოქმედებს ნეგატივებზე, მაგიებზე, იცოდეთ, მეგობრებო. ძალიან კარგად მოქმედებს, კი. დადებითად მოქმედებს, იცოდეთ ესეც. იქნებ რაო, ვაიმე მიცვივა კარტები, რამდენი რაო, იქნებ ახალიც გავიხსენოთ. რა ახალი? კარგით, თქვენი პარტნიორის ენერგიები კიდევ რა ხდება მასთან, მეგობრებო, რა ხდება თქვენს პარტნიორთან? რა მინდაო თქვენმა პარტნიორმა, როგორ ვარო? შეპყრობილია თქვენით? ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს თქვენთან ყოფნის, ძალიან დამოკიდებულია თქვენზე, აბაჟანიე, ძალიან გაფასებთ. მოკლედ არ ვიცი, სასწაულად უნდა თქვენთან ყოფნა. ძალიან ბევრს წარმოგიდგენთ ფანტაზიებში. საუბრობს მის შეცდომებზე, იმაზე რომ უარი თქვა რაღაც თქვენზე, კი? ერთ დროს უარი თქვა თქვენზე, კიდევ მისი ენერგიები. ეს ადამიანი ხო, უარი თქვა თქვენზე, იყო დრო რომ უარი თქვა თქვენზე და ეხლა არის თვითონ ძალიან დამსხვრეული. კიდევ მეორე მიჯაჭულობის კარტი, შეპყრობილის კარტი, მეგობრებო, და მხოლოდ შენთან მინდაო ამბობს. მინდა მხოლოდ შენთან, შენ ხარ მხოლოდ ის ერთადერთი, თუ კი ვინმესთვის, მოდი ასე ვიტყვი, ცხოვრება მიღირს, აი პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით, თუმცა ეს ადამიანი არ გაჩვენებთ ამ ყველაფერს, ეგოისტი მეგობრებო. ძალიან ბევრს აანალიზებს იმას, რომ ტოქსიკური ურთიერთობა მოგიწყოთ. აანალიზებს იმას, რომ უთქვენოდ მოწყენილია და სულ გებრძოლებოდათ. სულ ბრძოლებში იყავით. მეგობრებო. აქ არის ადამიანების ჩარევები, შეიძლება ზოგიერთებთან იყოს მაგიებიც, ნეგატივები, ცუდი ფიქრები, აი წყევლები, რაღაცა, აი ხო ხვდებით მეგობრებო, კი. ამ ადამიანმა მიხვდა ეს სხვათა შორის, ჩემო ძვირფასებო, რომ აქ რაღაც ვერ არის თლად კარგად, იმიტომ რომ ძალიან ეთყობა ჭკვიანიცა, არ გამოვრიცხავ. ძალიან ჭკვიანი ადამიანი ჩანს ამ ხრივ და უკვე ეს ადამიანი ეჭობს იმას, რომ აქ რაღაც ვერ არის და ზუსტად კარგად ფიქრობს, იმიტომ რომ აქ ნამდვილად არის ნეგატივები, ეს ასე გავწიოთ ეს კარტი. ძალიან იზიდავთ ამ ადამიანს, ძალიან დიდ ენერგიას აძლევთ, თქვენ აძლევთ სექსუალურ ენერგიებს, ძალიან აღვიძებთ მასში ამ ურთიერთობის მოთხოვნებს, მოდი ესე ვთქვათ. როგორც გინდათ ისე გაიგეთ, მეგობრებო, ამ კარტს ვერ გამოვაჩენ, ეს ერთი კარტი არის ძალიან ისე ხია. ამიტომ ვამბობ იმას, რომ ერთ კარტს დავამატებ. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს, როდესაც თქვენ სურათს უყურებს, აი ესე მინდა. გავაკეთო. და გამოუვალ სიტუაციაში არის ჩავარდნილი ეხლა. ხო, მისი ენერგიები იწვის რო იტყვიან. ამასაც თქვენსავით გული აქვს დამძიმებული, საზღვრები აქვს ამართული, თქვენ შორის მანძილიც იქნება დიდი მეგობრებო. ძალიან დიდი კედელია თქვენ შორის აღმართული. ძალიან დიდი კედელია თქვენ შორის აღმართული. რაც ძალიან დიდ ტკივილს აძლევს, ანიჭებს ამ ადამიანს. შეშინებულია. ნუ რა ქნას, უნდა რომ პასუხისმგებლობა აიღოს, უნდა რომ იყვეთ ერთად. აი ეს უნდა თქვენთან.
მაგრამ რანაირად უნდა არ ვიცი მეგობრებო. უნდა ერთია, მაგრამ ამ საზღურებს რას უშვება და ამ გაუგებრობას არ ვიცი, მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ პასუხისმგებლობა აიღოს და პასუხისმგებლობა მასზე იყვეს. კიდევ ერთი ორი კარტი. ხო, მეგობრებო, აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ აქ არის სამყაროს კარტი. ამ ადამიანს უნდა რომ თქვენ იყვეთ ერთად, მისი სურვილია ესეთი, მე არ ვიცი ხა რამდენად გჯერათ თქვენ ამ ყველაფრის, მაგრამ ამბობს იმას მე რასაც ვხედავ აქ რომ ყოველთვის თქვენთან არის ფიქრებით, გონებით, ფანტაზიებით. თქვენ შორის შეიძლება იყოს მანძილი, მაგრამ თქვენ მაინც ერთად ხართ, ერთად ხართ. ორივე ერთად ხართ, მაინც მეგობრებო, თვითონ ამბობს რომ შენ მაინც ყოველთვის ჩემთან ხარ. ეს ადამიანი არ გიშვებთ ჯერჯერობით. ეს კიდევ საკითხავია, საერთოდ გაგიშვებთ თუ არა, ამას ჩვენ აქ არ ვკითხულობთ, უბრალოდ მისი ენერგიები არის ის, რომ ეს ადამიანი ყოველთვის თქვენს გვერდით არის. ენერგეტიკულად. თუ კი ემთხვევა თქვენი პარტნიორის ენერგიებს, მეგობრებო, რაღაცით მაინც, თუნდაც ერთი წინადადებით, კითხვაზე პასუხები არ მაქვს, მომიტევეთ. თუ კი ემთხვევა თქვენს პარტნიორს, გავაგრძელოთ ყურება თუ არა და ასკროლეთ. ხო. მოკლედ. გავაგრძელებ ეხლა ჩემი ტაროს დასტით. ხო არ დავიღალეთ, მეგობრებო. უღრმესი მადლობა ყველას. უღრმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. ძალიან სიამოვნებს თქვენთან ერთად ყოფნა. და მოდი ეხლა ვნახოთ ჩემო ძვირფასებო, თუ სადამდე წავა თქვენი ურთიერთობა, ხო? სადამდე წავა თქვენი ურთიერთობა, მეგობრებო. ეხლა მე ამ კარტს ესე გადავჩეხავ. აბატონო. სადამდე წავა თქვენი ურთიერთობა, ეს იქნება ჩვენი დღევანდელი სათაური. სად მიდის თქვენი ურთიერთობა? მოიცადეთ მეგობრებო, თუ არ დავწერე, უცებ დამავიწყდება. სად მიდის თქვენი ურთიერთობა? ღმერთ კალამი სად წავიღე აგერ. მე ეხლა ეს თუ არ დავწერე, იცით რომ მავიწყდება. თუ კი ვინმეს გაინტერესებთ ეს თემა, სად მიდის ურთიერთობა? სადამდე მიდის? მეგობრებო, უყურეთ, არჩით და უყურეთ. თუ არ გაინტერესებთ თქვენი ურთიერთობის გაგრძელება, არ უყუროთ. და მე იქ პრეტენზიები არ დამიწეროთ. დღეს იყო თუ გუშინ შევედი და წავიკითხე კომენტარები. და ერთი მიწერს, ჟუაჭკაო, ესო კევიო რა არისო? ადამიანო, უნდა მიმიღო ისეთი როგორიც ვარ. მეგობრებო, არავის არ ვაძალებ თავს. ვისაც არ მოსწონს ჩემი მანერა, ჩემი საქციელები, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არ მომისმინოთ. ვისაც გაღიზიანებთ ჩემი ელემენტარული საქციელი, არ მომისმინოთ. დავტოვე, არ წამიშლია კომენტარი, იყვეს იქ. არავის არაფერს აღარ ვშლი. იყვეს იქ. ხო. გავაგრძელოთ. სადამდე მიდის ურთიერთობა? ჩაიფიქრეთ, მეგობრებო, თქვენი ურთიერთობა. თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა. ვისაც არ გაინტერესებთ სადამდე მიდის, უბრალოდ მოусმინეთ. ვისაც გაინტერესებთ, კიდევ შეგიძლიათ რაღაც კითხვები დაუსვათ თქვენს პარტნიორს, თქვენთვის წარმოსთქვით კითხვები, მეგობრებო, და დაელოდეთ პასუხს. პასუხიც არ ღირდაო, არა ნამდვილად. ხო. ასია მეგობრებო, ნუ რა ვქნათ, 1000 რჯულის და სარწმუნოების ადამიანს წავაწყდებით, ასე რომ არ მაღელვებს. კარგით, დავიწყოთ ეხლა. ეხლა ნახეთ, სადამდე მიდის ურთიერთობა. თქვენი პარტნიორი ძალიან ფიქრობს, პირველი კარტი ამოხვედით, მეგობრებო, თქვენ.
24/7-ზე ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს. აი, უბრალოდ ნახეთ. განდეგილში ადამიანი და მაინც თქვენზე ფიქრობს. აი, ხო წარმოგიდგენიათ? პირველი კარტი თქვენზე ფიქრით. 24/7-ზე. ტუალეტში შედის თუ აბანოში შედის თუ გარეთაა თუ შინაა თუ შინდაგარეთ მნიშვნელობა არ აქვს, მეგობრებო. რა სიტუაციაში, რა პოზიციაში, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იმყოფებოდეს ადამიანი 24/7-ზე, დაჟე უფრო მეტიც რო შეიძლებოდეს, მეგობრებო. გეტყვით პირდაპირ მნიშვნელობით 24/7-ზე, არა 36/7-ზე თქვენზე ფიქრობს. კარგადო და სხვაზე ფიქრო. როგორ გეკადრებათ? ეს თქვენ გითხრათ, რომ კარგადო, ხო? ხო და კარგად იყავი უთხარი. მე ვხედავ აგე რომ 24/7-ზე შენზე ფიქრობს. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. აი, ერთი წამით არ დაიჯეროთ ის, რომ თქვენი პარტნიორი ბედნიერია სადმე. მომჭერით, კისერით უგინდათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხა სიყვარული ასე უცებ ქრება? რას ლაპარაკობთ, მეგობრებო, რას ლაპარაკობთ? ერთი წამითაც არ დაიჯეროთ უბრალოდ. უბრალოდ იმდენად ეგოისტია, ამ ყველაფერს როგორ აღიარებს ეხლა თორე? ხო, სინდისიც კარგი საქონელია. რა თქმა უნდა. კიდევ მეგობრებო, აბა რა ხდება მასთან? სადამდე მიდის თქვენი ურთიერთობა? სადამდე მიდის, მეგობრებო? აგა კაცი ცუდათაა, კაცი თუ ქალი, რა მნიშვნელობა აქვს, ვინც მიყურებთ? ძალა გამოლეული, დაქვეითებული. აი, შეუფერებელ სიტუაციაშია, ისეთ სიტუაციაშია, მეგობრებო, საერთოდ რო არ ელოდა ეს ადამიანი, რო უთქვენოთ, ესე იქნებოდა, ეს იყო გამორიცხული მისთვის. ძალიან კი უნდოდა ამ ადამიანს უთქვენოთ კარგად ყოფნა, მაგრამ ბოდიში ამ სიტყვაზე ბები მისისამ რო იტყვიან. ხო. რას ლაპარაკობთ? ნახეთ რა აწერია? манипуляტორი ადამიანი აფირისტი, ადამიანი მატყუარა, ავადმყოფურადაა ეხლა. ძალიან კი უნდოდა და კი ფიქრობდა, რომ აი როგორ ვერ ვიქნები ეხლა მე მის გარეშე. ბები მისისა, მეგობრებო. კისერს მოვიჭრით უგინდათ, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი ცუდადაა, მაგრამ ამას არ გაჩვენებთ თქვენ. იმდენად ეჭვიანობს, მეგობრებო, რომ აი ფიქრი 24/7-ზე ცუდათაა. უპატიოსნო თამაში, აფერისტული თამაში, ადამიანი, რომელიც ჭკუაში მოტყუებულია, მეგობრებო, ადამიანმა, რომელმაც ჭკუაში მოტყუდა, თავისი ჭკუითვე მოტყუდა, იმიტომ რომ ეგონა მას, რომ ძალიან კარგად იქნებოდა უთქვენოთ, მაგრამ აბა ხო არ ეღირსება, მეგობრებო. არ ეღირსება, დედას ფიცავა რა. ელოდეთ მისგან შეტყობინებას. რამდენი ხანიც დაფარავს, იმდენი გაანადგურებს. იმდენ ხანს განადგურებული იქნება. რამდენ ხანსაც დამალავს. ელოდეთ მისგან რაღაც შეტყობინებას. ან ამ ადამიანიდან ელოდეთ შეტყობინებას, ან ამ ადამიანზე გაიგებთ შეტყობინებას, რომ ცუდადაა. რაღაც მსგავსი. კიდევ. ხო, ელოდეთ მისგან სიახლეებს. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ახლა? სამყარო ჩალით დახურულია ჩვენ ბოდიში. ნუ რას უკაცრავად? მორიელ შენთანაც გამოყოფს ფეხს კუმანიკური წამისვიო. ხო. კი, მეგობრებო. კი მეთქი გეუბნებით. ამის გარანტიას მე გაძლევთ, დროის ფაქტორია, თორე აი ეს ადამიანი უახლოეს პერიოდში გამოვა კონტაქტზე. ალბათ ისევ თავისი манипуляციებით. ხო, როგორ ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან. ეხა მე გეტყვით რა სიზამს ეს ადამიანი. ეს ადამიანი იქ, სადაც არის, ძალიან ცუდად არის, მეგობრებო, უბედურ ქორწინებაში იმყოფება, უბედურ სიტუაციაში იმყოფება, უბედურ გარემოში იმყოფება, მშობლებთან თუა ცუდათაა, ცოლთან თუა ცუდათაა, საყვარელთან თუა ცუდათაა, რა სიტუაციაშიც იმყოფება, მუშაობს, არ მუშაობს, არა აქვს მნიშვნელობა, ცუდათაა, კვდება, მეგობრებო. კი ბატონო, მესმის, ყველა თითოეული თქვენთაგანის პასუხი მესმის და კითხვა მესმის, მეგობრებო, მაგრამ მოკალით თუ გინდა. ესეთია.
ერთი ნაბიჯი წინ დაგეხატებათ, რაღაცას გამოყოფს ფეხს დალანდათ, რომ უი მოდისო, იფიქრებთ გაქრება. ხო, აი მისი პოზიცია. აი ზუსტად ასე. უყურეთ ახლა ძალიან ეიმედებით ამ ადამიანს. ეიმედებით, ეს არის მანძილის კარტი, ვარსკვლავი, შორს ხართ მისგან. მე რა რო ახლოს, თუნდაც ახლოს იყოთ მეგობრებო, მისგან შორს ხართ. ერთად არ ხართ. არ ხართ ერთად. ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება, მე გარანტიას გაძლევთ. არ უნდა იყო ცუდად. არავითარ შემთხვევაში ცუდად არ უნდა იყო. გამოდი მაგ სიტუაციიდან. რაც ადრე გამოხვალ მაგ სიტუაციიდან, უფრო ადრე მოვა შენი პარტნიორი, მაგრამ იცი როდის მოვა შენი პარტნიორი, შენ რო უკვე აღარ გენდომება მაშინ. აი ესეა უფრო გამართლებული. სამართლიანი მეგობრებო, არ უნდა მიიღოთ. ხო, ეს ამოbrunებული კარტები უნდა წავიკითხო ეხლა. აი მეგობრებო, ნახეთ, ამოbrunებული კარტები, აი ნახეთ მეგობრებო, ეს ადამიანი აუცილებლად მოძებნის ახალ შესაძლებლობებს, ახლებურად მოგიდგებათ. ეს ერთი, ახლებურად იფიქრებს მოსვლას, აი სიტყვას გაძლევთ, კი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემების წინაშე დგას, ძალიან ბევრი დაბრკოლების წინაშე დგას, ამ ადამიანს უკვე გონებას აღარ უჭრის, ვერ ხდება რა გააკეთოს. ძალიან ბევრი პრობლემები აქვს ფინანსური, თქვენი ენერგიის არ ქონით ამ ადამიანს ფინანსები დაეკეტა, აი ხო ხვდებით რამ ხელა ენერგიას აძლევდით. აბა დააკვირდით მეგობრებო, თქვენთან რო იყო ეს ადამიანი ფინანსურად უფრო გამართული იყო ფეხზე? მეგობრებო, მე არ გამცეთ პასუხი თქვენთვის გადახედეთ უბრალოდ სიტუაციას თქვენს გონებაში. აი მანდ ვარ ზუსტად. ხო. აღარ აქვს ეს ფინანსები, აღარ აქვს, ტომარა აღარ აქვს. ტომარა აღარ აქვს მეგობრებო ფულის. მეგობრებო, ფინანსური პრობლემები აქვს, არ ვიცი რანაირი, სასწაული. ხო, ბალანსი ხო აღარ აქვს. ეხლა ხო ეს ადამიანი ყოველთვის არტისტი იყო, მაგრამ ამას როგორ იტყვის, რომ თქვენ ხართ მისი საარსებო წყარო, ენერგიის წყარო, ამას ეხლა ეს ადამიანი არ იტყვის, ამას არ ელოდეთ მისგან. ხო, ძალიან ბევრ ამბებს ღებულობს, იქეთ-აქეთ ამბებს, მიაქვთ ამბები, ჭორიკნული ამბები მეგობრებო. ხო. კიდევ. აბა მეგობრებო, სადამდე მიდის თქვენი ურთიერთობა? მოდი ვკითხოთ ახლა კარტს. მოდი ვკითხოთ ტაროს. აი, სიყვარული თუ აქვს თქვენს პარტნიორს, თუ უყვარხართ? გრძნობა თუ აქვს? გრძნობებზე რას გვეტყვის თქვენთან დაკავშირებით? მეგობრებო. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ახლა? გრძნობები. მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენგან წავიდა, კი, წასულია, როგორც წავიდა, ისე მოვა. მაგრამ უყურე, როგორც მოვა, ისე წავა. აი, ამის თქმა მინდა, წავა, მოვა. წავა, მოვა. აბატონო, წასულ-მოსული ხასიათის. წასვლა და მოსვლა ერთი ნაბიჯია, მეგობრებო. იქ გვაჩვენა ამან. აგერა, ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. აჰა. ერთი ნაბიჯი წინ, ორი უკან. ამიდან სხვას არაფერს არ ელოდოთ. ხო, რა თქმა უნდა, ესე გაგრძელდება კიდევ. რამდენი ხანი არ ვიცი, მაგრამ სანამ თქვენ არ დაასრულეთ ამ ყველაფერს, კიდევ 2 და კიდევ 22 წელი ალბათ მეგობრებო. იმიტომ რომ ამ წასვლა-მოსვლაში ეს ადამიანი თქვენგან ენერგიას ეზიდება. სასიცოცხლო ენერგიას ეზიდება მეგობრებო. მერე რა რომ მოგწერთ. მეგობრებო, უყურეთ ახლა ერთ რაღაცას გეტყვით. ამ თემაზე გუშინ ცოტა არ იყოს, მე და მორიელმაც ვისაუბრეთ რომ და რა ხდება ახლა? რა ენერგიაზე უნდა ვისაუბროთ მეგობრებო? უცებ გეტყვით. ადამიანი რომელიც მოგწერთ წერილს, სადაა ის წერილის კარტი? აგერ მეგობრებო, ნახეთ? აგერ. წერილის კარტი. ნახეთ რა ხდება ახლა აქ. აგერ მაგალითად ახლა მე გეტყვით მეგობრებო. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი მწერდა რომ აი შენიო ხმაო ვოისიო გამომიგზავნეო მეგობრებო. არ გავუგზავნე ვოისი და რატომ არ გავუგზავნე ვოისი? უყურეთ ახლა რა მნიშვნელობა აქვს გინდ ვოისი და გინდ ადამიანს პასუხი დაუბრუნოთ. არ შეიძლება მეგობრებო. როდესაც ადამიანთან გინდა ურთიერთობის გაწყვეტა, როდესაც დაგაწყვიტათ ნერვები, როდესაც დაგღალათ ადამიანმა, ძალა გამოგართვათ, ენერგია გამოგართვათ, აი იმ გამხმარი უსუსური თუ აი უემოციო ფოთოლს დაგამგავნათ, რომელიც ქარს საითაც უნდა იქეთ მიაქვს, ხო, მეგობრებო? ესეთ ადამიანს თუ კი თქვენ პასუხს გასცემთ, მეგობრებო,
თუნდაც SMS-ის სახით. ხო, რისი თქმა მინდა. თქვენ მაინც აძლევთ ამ ადამიანს ენერგიას. აი რა ენაზე გითხრათ, იმედია მიხვდით, რასაც ვამბობ. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ადამიანს ხედავთ, არ ხედავთ. ხმას უგზავნით თუ წერილს უგზავნით, მეგობრებო, თუნდაც მოკლე ტექსტური შეტყობინება, თუნდაც ხმოვანი პოსტა. ხმოვან პოსტაზე ხო საერთოდ, მეგობრებო, გამორიცხეთ პასუხის დაბრუნება. თუ კი გინდათ თქვენ ამ მანიპულატორი ადამიანის გვერდიდან მოშორება, იგნორი პირველი ყველაზე კარგია, მეგობრებო. იგნორი. ეს აღარ უპასუხოთ ასე, მეგობრებო. იგნორი. იგნორი, მეგობრებო. ხო. ამ მიწერ მოწერაშიც ის თქვენ ზალას იკრიბავს მის და სასიკეთოდ. არა, რას ქვია? არა უშავს. ეს ერთ-ერთი გაკვეთილია თქვენი, მეორეჯერ აღარ მიწერთ. ხო. თქვენ თუ გინდა მიწერეთ, მეგობრებო და დიდხანს გააგრძელეთ ასე, მე რო გეუბნებით თქვენ, აი ესეა. შედეგი გექნებათ 0. რა კარტია მობრუნდა? მეგობრებო, შედეგი 0. 0. ტყუილად გადაყრილი დრო და ფული. ხო, აი ეს გექნებათ, მეგობრებო, მეტი არაფერი. ხო, კიდევ. სადამდე მიდის თქვენი ურთიერთობა, კი არა და გრძნობებს ვეკითხები ადამიანს. მეგობრებო, კი და რა გინდათ მერე? ადამიანი, რომელიც არ გაჩვენებთ გრძნობებს, ადამიანი, რომელიც ესე გიყურებთ. ხო. ადამიანი, რომელიც არდებს ურთიერთობაში ფინანსებს, არდებს ენერგიას, არდებს ამ გრძნობებს და მხოლოდ ესე გიყურებთ ჩორიდან, მეგობრებო, თქვენ რა ხეირი? ხო, თქვენ რა ხეირი? ამ ადამიანს აინტერესებს მხოლოდ მისი, ეხლა რა, მეგობრებო და ცუდად აღამე უძილობა აქვს. უნდა კი ამ ადამიანს უნდა მოსვლა და ოჯახი შემოთავაზება. კი ბატონო, თქვენთან უნდა ოჯახი. სადამდე მიდის ურთიერთობა ოჯახამდე, ვთქვათ. ეხლა დავსვამ შეკითხვებს. კი, ოჯახამდე მიდის ურთიერთობა. თქვენ რო დათანხმდეთ და თუ სურვილი გაქვთ, დაუშვათ, მიხვალთ აქამდე. ეხლა მინდა ვკითხო. რამდენად გამართლებული იქნება მასთან, გექნებათ მასთან ეს ოჯახი სრული პაკეტით, რო იტყვიან. ოჯახის სრული პაკეტით, მეგობრებო. ოჯახი, რამდენად გამართლებული ოჯახი გექნებათ მასთან. რამდენად პასუხისმგებლიანი იქნება ეს ადამიანი. აი, რამდენად გაგიმართლებთ ამ ადამიანთან, აი ნახეთ უბრალოდ. მოდის შემოთავაზებებით ოჯახზე, მეგობრებო. რამდენად გამართლებული იქნება, მეგობრებო. მეგობრებო, ეხა ხედავთ ხო რა აწერია? დაუფასებლობა. როგორ ფიქრობთ ეხლა თქვენ? თქვენი პოზიცია როგორი იქნება? იმ ოჯახში, სადაც ოჯახს შექმნით მასთან. მეგობრებო, ხო ხვდებით რასაც გულისხმობს კარტი. მეგობრებო, რა? აქ ყველაზე კარგი ახლა დავამთავროთ უნდა ამ თემაზე საუბარი. არავის გამო თავი არ უნდა დაკარგოთ. რას ქვია? არც ამის გამო და არც ხვის გამო, კიდე სხვა რომ მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ გეუბნებით საკუთარი გრძნობების მართვა ისწავლეთ, მეგობრებო. არას თქმა ისწავლეთ პირველი. არა, დამთავრდა. ხო, არა გელოდებათ მასთან ბალოტი, სტაგნაცია, მეგობრებო. ისევ ბალოტი, ოჯახშიც ბალოტი. და გინდათ ესეთი, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩემი რა მიდის. ხო. ერთი წუთით, მეგობრებო, ერთი წუთით ვერიფიკაციას მთხოვს. ხო. გავაგრძელებ ახლა. მეგობრებო, კი, სიყვარული კი. თქვენთან ბედნიერია, თქვენით ბედნიერია, თქვენით ეს ადამიანი ბედნიერია.
თქვენით ხარობს, თქვენთან უნდა ნიშნობა, თქვენთან უნდა ქორწინება, ყველაფერი უნდა თქვენთან, მაგრამ ამ ადამიანს უარის თქმა მოუწევს რაღაცეებზე და ამ უარის თქმა არ უნდა მას. არ ვიცი იქ რა აქვს ამ უარის სათქმელი და საუარყოფო, მაგრამ იქ უარს არ ამბობს რაღაცაზე, იმაზე გაცვლა, გამოცვლა რომ მოხდეს თქვენ შორის. ხო. გაუნათლებელი ადამიანი, მეგობრებო, მომიტევეთ. გაუნათლებელი რას ქვია? გაუნათლებელი იმიტომ კი არ არის, რომ მაგალითად ამ ადამიანს შეიძლება 5 უნივერსიტეტი ქონდეს წითელ დიპლომზე დამთავრებული, მაგრამ ეს განათლებაზე არ აღიბეჭდება, მეგობრებო. გაუნათლებლის სიტყვა მე სხვა რაღაცას გულისხმობ. ხო. მეგობრებო, მოულოდნელი დანაკარგი გეგმების ჩაშლა, მარცხი, ცუდი ამბავი და პრობლემები. მეგობრებო, ეს ადამიანი პრობლემაა თავისი ცხოვრების. ადამიანი, რომელიც მის პრობლემებს თვითონ ვერ აგვარებს და აგვარებს თქვენი ენერგიებით და ეხლა თქვენ ეს თუ გაწყობთ, თქვენი გადასაწყვეტია, მეგობრებო. ამ შემთხვევაში მე ვერაფერს გადაგიწყვიტავთ, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. რას უნდა ელოდოთ მისგან? მოდით, ხო, რას უნდა ელოდოთ მისგან? აი, რისი მოლოდინი უნდა გქონდეთ მისგან? რა მოლოდინი, მეგობრებო? ეს ადამიანი თითქოს ეხლა უყურეთ რა მოლოდინი, კი, დაიწყებს რაღაცას, აფართხუნდება რო იტყვიან. აფართხუნდება, მაგრამ ნახეთ? ისო პრობლემები. ამ ადამიანს არ შეუძლია არაფრის მოგვარება, მეგობრებო. ამ ადამიანს არ შეუძლია არაფრის მოგვარება. სამართალი, რომელ სამართლიანობაზე საუბრობს ადამიანი, რომელიც თვითონ უსამართლოდ იქცევა. ადამიანი, რომელიც ზარმაცია. ადამიანი, რომელსაც აი ეს პოზიცია რო ამოსულიყო, ვიტყოდი რომ კიდევ კი არ ეზარება ურთიერთობაზე მუშაობა, არ ეზარება ზოგადად მუშაობა, შრომელია, შრომის უნარიანია, არა, მეგობრებო. ზარმაცხანა. ეს ადამიანი არის ზარმაცხანა. სამართალი უნდა მას, როგორც მას უნდა ისე. აქ არის ორი ვარიანტი. ორივე არის ასეთი. ახლა გეტყვით. მე და ჩემი ნაბადი და სხვა არაფერი. მე და ჩემი აზრები. პირველი და მეორე და არავინ სხვისი. აბატონო და მოგწონთ? მოგწონთ ხო? არ მოგწონთ. არა, მეგობრებო. ის რასაც თვითონ გპირდებათ, ის რასაც თქვენ მასთან მისგან ელით, ეს არის ყველაფერი მოჩვენებითი, დროებითი და ეს არის ყველაფერი ცუდისკენ მიმავალი გზა. ეხლა მე მინდა ვკითხო სამყაროს. რამდენად მაგალითად ახლა რამდენად ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას ერთად, აი თქვენი მომავალი. სამყაროს თვალით დანახული თქვენი მომავალი. მეგობრებო. აი ხო გეუბნებით, მეგობრებო. სამყაროს თვალით დანახული თქვენი მომავალი. ეს ადამიანი, მეგობრებო, გეტყვით ახლა უყურეთ რა ხდება აქ. ამ ადამიანს რომ შეხედათ, მეგობრებო, იტყვით რომ ვაიმე რა პასუხისმგებლიანია, ვაიმე როგორი მამაა, როგორი ბაბუაა, როგორი ადამიანია, როგორი ოჯახის მმართველია, უჭკვიანესი შეიძლება იყოს. მე, მეგობრებო, იმას არ ვამბობ, რომ ანუ რაღაც ისეთი არა. ამ ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ყველაფერი შეუძლია, გარდა ურთიერთობისა. გარდა სიყვარულისა. გარდა იმისა, რომ თქვენ რამე გასიამოვნოთ. ეს ადამიანი არ დაგანახებთ სითბოს, არ დაგანახებთ სიყვარულს, არ დაგანახებთ როგორ უყვარხართ და რა ცეცხლი და ქარიშხალი აქვს გულში. ამას არ დაგანახებთ. ამ ადამიანს მხოლოდ შეუძლია სიტყვა, დაგპირდეთ, რასაც მე ვხე ლიდერობა. მხოლოდ ლიდერობა. ეს ერთი, ხო. შეიძლება ძალიან ბევრი მიღწევები ქონდეს, ძალიან კარგი მამა იყოს, ძალიან კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ ურთიერთობაში ეს ადამიანი, ის რასაც თქვენ ელოდებით, მეგობრებო, ნახეთ? ღარიბი. ამ ადამიანთან ყოველთვის გექნებათ გაუგებრობა. ყოველთვის იქნებით,
აი ეს ადამიანი როგორია, იცით, მეგობრებო, ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. ჯერ ოიფიქროს და მერე აკეთოს, არა. ჯერ აკეთებს და მერე ფიქრობს. და იმას ფიქრობს, რომ იმას კი არ ფიქრობს, რომ რაიმე დააშავა, არა. არა, მეგობრებო. ამას არ ელოდოთ მისგან აღიარებას, რომ ამ ადამიანმა რაიმე დააშავა. არავითარ შემთხვევაში. ეს როგორ შეიძლება იმპერატორმა რამე დააშავოს და იმპერატორი შეცდა და იმან აღიარა, ეს გამორიცხეთ სიკვდილის ტოლფასია მისთვის. ხო. არავითარ შემთხვევაში მეგობრებო, მსგავს რამეს არ ელოდოთ. მე აქედანვე გეუბნებით. ხო. ეს გამორიცხეთ უბრალოდ. კი, იმპერატორები ცივები არიან. კი ბატონო. სადამდე მიდის თქვენი ურთიერთობა? სადამდე მიდის მეგობრებო? ხო. მისი პოზიცია. ხელის განძრევა არ უნდა ამ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ აქ გასასვლელი არის და შეუძლია ადგეს და გავიდეს, არა მეგობრებო, დავიღალეო გეტყვით, კაცო. ყველაფერი თქვენს კისერზე იქნება. თქვენ თუ ეხლა ამ ყველაფერს მართავთ. სახელად პარტნიორი, ქმარი ან ცოლი შეგიძლიათ იყოლიოთ. სადამდე მიდის თქვენი ურთიერთობა? განქორწინებამდე, დაშორებამდე, ცალ-ცალკე ყოფნამდე, ანუ თქვენ თუ კი არ ვიცი მეგობრებო ხა? თავისუფლება, განქორწინება და განკურნება. მერე უნდა ეცადოთ კიდევ რომ ფეხზე დადგეთ. არ გამოვრიცხავ რომ მერე ეს თქვენც იყოთ. რაღაც პერიოდში. ესე იყოთ თქვენც. სადამდე მიდის თქვენი ურთიერთობა? სადამდე მიდის თქვენი ურთიერთობა? ფანტაზიებში დაგრჩებათ ის ყველაფერი, რასაც წარმოიდგენთ ეხლა. რაც თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა ადამიანები ვართ და ყოველას გვინდა მშვიდი, წყნარი და ლაღი ცხოვრება შეძლების და გვარად. ნუ ეხლა რაღაც პლუს მინუსები შეიძლება კონდეს ადამიანს, მაგრამ ისეთი არ უნდა იყოს მეგობრებო, რომ ოჯახის დანგრევამდე, განადგურებამდე მივიდეს, ხო? რაღაც ეტაპები აქვს ზოგადად წყვილებს, რომლებიც ხო, ეხლა რაღაცა ხდება ყოველთვის ურთიერთობაში, მაგრამ ისეთი არაფერი უნდა მოხდეს მეგობრებო, რომ სულიერად წაგაქციოს. ეს გელოდებათ მასთან. ხშირ შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ აი ნახეთ, როგორი ჯიუტია თქვენი პარტნიორი. ჯიუტი. ამ ადამიანს გონია რომ თქვენ მის ობობას ქსელში მოყევით. და აი ესე დაჭერილი ყავხართ და რატომღაც გონია მას რომ ერთად ვერ გაიქცევით, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში. ამის უფლებას თქვენ აძლევთ ალბათ, თორე სხვანაირად ახლა მე აქ არ შემიძლია ვთქვა. ხო. კარგით. აბა რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით ეხა კარტი? აბა სხვა რას გვეტყვის? შანსის არ გამოყენება. ტყუილად გადაყრილი ფული, დრო, საშუალება, ჯანმრთელობა, ფიქრები, საკუთარ თავთან ბალანსი მეგობრებო. მიაწყნაროთ უნდა ეს სიტუაცია თქვენივე. ნახეთ როგორი კარტები ამოვიდა. არა, ეს უნდა ჩავაბრუნო. მაინტერესებს რა მდგომარეობაში ამოვა. ხო. უნდა ეცადოთ, რომ როგორმე საკუთარი თავი, მეგობრებო, იქ თქვენს ენერგიებშიც ამოვიდა, რომ გამოიყვანოთ, მეგობრებო, ამ სიტუაციიდან და ამ დეპრესიიდან. კარგით, მოდი ახლა მინდა ვკითხოთ კარტს. ახლა მინდა ესეთი შეკითხვა დაუსვა ტაროს. აი, თქვენი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე. თქვენი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე. თქვენი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე. მეგობრებო. თქვენი ცხოვრება ამ ადამიანის გარეშე. მეგობრებო. ბრძოლა, წინსვლა, გამბედაობა, დეპრესიიდან გამოსვლა და სამყარო თქვენს გვერდითაა. აი ასე, ამ ადამიანის გარეშე. თქვენი ცხოვრება, მეგობრებო, მასთან. თქვენი ცხოვრება მასთან. მაინც მინდა ვკითხო კარტს. თქვენი ცხოვრება მასთან.
მეგობრებო, დაცილება, დანაკარგი, არეულობა. აი რა ვთქვა? ეხლა მინდა ვკითხო. მისი ცხოვრება თქვენს გარეშე. აი თქვენს გარეშე მისი ცხოვრება, მეგობრებო. თქვენს გარეშე თქვენი პარტნიორის ცხოვრება. დანაკარგები. ხედავთ ხო? ტყუილები, ეს თქვენ ხართ და დანაკარგები. ძალიან დიდ დანაკარგებში მოხვდება ეს ადამიანი თქვენს გარეშე და უკვე მოხვედრილია და ძალიანაც კარგი. ეხლა მინდა ვკითხო კარგს, მეგობრებო. რა რჩევას მოგცემთ კარგი? ეხლა მინდა ყველაფერი ვკითხო თქვენზე. აღარ გვაინტერესებს, მე პირადად აღარ მაინტერესებს ეს თქვენი პარტნიორი მომიტევეთ, მაგრამ ხო, არ მაინტერესებს ეს დარჩენილი დასტები რაც მაქვს. თქვენზე მინდა ვკითხო ეხლა. ყველაფერი თქვენზე რას გვეტყვის? რას გვეტყვის კარტი ყველაფერი თქვენზე? ძალა თქვენს ხელშია? თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც შეუძლია ყველანაირი სიტუაციის ხელში აღება და მართლობა. თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც აქვს დიდი რწმენა, საკუთარი თავის უნდა გქონდეს ის, რომ ცხოველსაც დააღებიებთ პირს და დააკეტიებთ როგორც თქვენ გინდათ ისე. ხა. არაზროს არ გადადოთ გადაწყვეტილება და ყოველთვის იქნება თქვენზე თქვენი გადაწყვეტილება სხვას არ ეკითხება. არაზროს არ იყვეთ სხვაზე დამოკიდებული ცხოვრებით, მეგობრებო. არასოდეს არ მიეჯაჭოთ ადამიანებს. ეს არის თქვენი მინუსი. მინუსში მიდიხართ იცოდე. ხა. შემდეგ გავაგრძელოთ. ძალიან მიყვარს ახლა ეს რასაც ახლა მე აქ ვხედავ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი და ძალიან შეეცადეთ რომ ამას არ გაექცეთ, ამ ყველაფერს მაინც ვერ გაექცევით. კი გინდათ დამალვა, მაგრამ ამ სიტუაციას ვერ გაექცევით, რაცაც აქ ვხედავ ახლა მე. რა არის ეს? ძალიანაც კარგი. სადაც იქნება ძალიან კარგი ურთიერთობა, აქ ვხედავ მომავალს, აქ ვხედავ მე მემკვიდრეობას, აქ ვხედავ საერთო საქმიანობას, სადაც იქნება ერთიანი აზრი, ურთიერთობა, ახალი ურთიერთობა, მეგობრებო, ეს ის არის, რასაც ევედრებით უფალს, რომ თქვენნაირი ადამიანი შეგხვედროდათ. კიდევ რა, მეგობრებო? კიდევ რა? და იმ სიტუაციაში გადადიხართ უკვე, რომ მეგობრებო მარტოობიდან, არეულობიდან, ალცალმხრივი გრძნობებიდან გამოდიხართ. თქვენ არასოდეს არ იქნებით იმ სიტუაციაში, სადაც იქნება მხოლოდ თქვენი სიყვარული და თქვენი პარტნიორის არა. ძალიანაც კარგი თუ უკვე შემოვიდა. ხო და იცოდეთ, რომ ეს ადამიანი, რომელიც შემოსულია თქვენ ცხოვრებაში, ამ ადამიანთან გელოდებათ ძალიან ბევრი გამარჯვებები, ბრძოლები, ერთად ძალიან ბევრი სურვილები, ბედის ბორბალი და მეგობრებო, უყურეთ ახლა. ის სიტუაცია, რაც იყო თქვენში, ის უარყოფითი ტენდენციები, ბედის ბორბალი, ეს არის ძალიან კარგი. იმ უზრუნველყოფიდან, იმ გულგატეხილობიდან, იმ ცუდი ენერგიებიდან, აი იმ უძალობიდან, აი იმ ყოლაფრიდან, ოცნებების დამსხვრევიდან გამოდიხართ, მეგობრებო. გამოდიხართ ამ ყოლაფრიდან. დაანებეთ თავი, მოეშვით ამ ყოლაფერს. აქ მე ვხედავ თქვენი ოცნებების ასრულებას, თქვენს გამარჯვებას, თქვენს ამ დამარცხებას ამ წარსულზე. მე ამ ყოლაფერს აქ ვხედავ. ეს იყო ყოლაფერი დროის ფაქტორი და ეს იყო ყოლაფერი ასე მოსახდენი. რაც თქვენ ცხოვრებაში მოხდა, ეს ყველაფერი არის თქვენი გამოცდილება და ის რომ ამ ყველაფერს გვერდს ვერ შეუვლიდით, იმიტომ რომ უნდა გაზრდილიყავით, მეგობრებო. წერილი. ხო, დღევანდელი ჩვენი თემა იყო სადამდე მიდიოდა თქვენი ურთიერთობა, თქვენი და თქვენი პარტნიორის, მაგრამ კარგს ვერაფერს ვერ გეტყვით, მე ავტვირთავ, მეგობრებო, ამ ყველაფერს YouTube-ზე და შეგიძლიათ მერე უყუროთ. კი ბატონო, ეხლა მინდა ვკითხო ასტრაბარათებს.
ასტრაბარათებს, თქვენი ურთიერთობა, კარგი, მოდი ვკითხოთ მეგობრებო ასტრაბარათებს. რისი თქმა სურს ასტრაბარათებს? იმ სიტუაციაში ეხლა რაშიც ხართ? რას გვეტყვის ასტრაბარათები? რას გვეტყვის? იქნებ რამე გვიწინასწარ მეტყველოს, იქნებ რამე რჩევა და რიგებები მოგცეს. ასტრაბარათები. აი მეგობრებო, პირველი კარტი. შენ გაქვს შენი გასაღები. შენ გაქვს ის გასაღები, რომელიც უნდა წახვიდე და მოარგო. გააღო უნდა ის კარები, რომელიც არის ბედნიერების. გააღო უნდა ის კარები, რომელიც არის შენი ცხოვრების, შენი იმედის, შენი რწმენის. აი შენ გაქვს ეს გასაღები მეგობრებო. თქვენ გაქვთ უკვე ხელში ეს გასაღები. თქვენ ძალიან კარგად იცით ეხლა მე რაზეც ვსაუბრობ. კი ბატონო. თქვენ ძალიან კარგად იცით. თავარია მონდომება. თქვენ აქ ყოფნით. ნახეთ აქ რა ხატია. ამ კითხაობით, ამ კარტებით, ამ ყველაფრით მეგობრებო, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, თქვენ ძალიან ბევრი რამე ისწავლეთ, ძალიან ბევრი რამე უკვე იცით და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომელი გასაღები სად უნდა მოარგოთ. ხო. და რომელი კარები უნდა გააღოთ. თქვენ ძალიან კარგად იცით მეგობრებო. ხო. კიდევ, რას გვეტყვის? ეს არის ქველმოქმედი ადამიანის კარტი. ეს არის მსხვერპლშეწირვა. თუ კი გსურთ რაიმე ან დანაპირები გაქვთ, მეგობრებო. არ ვიცი ახლა ვის რა გაქვთ შეპირებული, მოდი ესე ვიტყვი. თუ კი ვინმემ რაიმე შეპირდით, უფალს, მოდი უფალო ეს გამომიყვანე და მე ამას გავაკეთებ. ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ მეგობრებო. ან თუნდაც ვაიმე უფალო ეს ასე თუ იქნება მე სიგარეტის მოწევას დავანებებ თავს. მე ფრჩხილების ჭამას დავანებებ თავს, კვნეტას. ხო, მე ამას დალევას დავანებებ თავს. მე აი რაღაც ისეთი მავნე ჩვევები, მეგობრებო. აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის, რასაც იტყვით. კიდევ. უნდა მოინდომოთ. ყველაფერი უნდა მოინდომოთ მეგობრებო თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. აი რა ვთქვა. საკუთარ თავს უნდა სცეთ პატივი. პირველ რიგში. საკუთარ თავს მეგობრებო, ეჭვი არასოდეს არ შეგეპაროთ საკუთარ თავში. ხო. კიდევ ერთი ის რომ აი ეს რატომღაც ეხლა მე შემეეჭო. აქ ვხედავ კიდე თქვენს პარტნიორს, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. კი, შეიძლება აქ არა და შეიძლება არა და აქ არის ორმხრივი სიყვარული მეგობრებო, მაგრამ გავიმეორებ. რაც წეღამ თქვი. თქვენი პარტნიორი ზის, აი ესე, ქალბატონი თუ მამაკაცი, ვინც მიყურებთ ახლა თქვენი პარტნიორი, დადგება ესე სარკის წინ და საკუთარ თავს ელაპარაკება. რა მიმზიდველი ხარ, რა სექსუალური ხარ, რა ლამაზი ხარ, რა ამფერი ხარ, რა იმფერი ხარ, ვაიმე რა ხარ, ღვთაება ხარ. ხო. ამ დროს ეს მისი ჩამომხობილი გვირგვინი მას არ აწყობს. ეს ის გვირგვინია თქვენ რომ ჩამოამხويت და მე რომ ჩამოაძრეთ მეგობრებო. ხო, და ამას ელოდება ახლა როდის ჩამოაცვევთ კიდევ. ხო უყვარ ვარ ფიქრობს, აი ახლა მე აქ ვკითხულობ ამას. ხო გიყვარ ვარ და რატომ არ მაცმევ ამას თავზე? ვაი მის პატრონს. მიდით და ჩამოაცვით მეგობრებო, ძალიან მიჩვეული ყავდათ ეთყობა. კი? ისევ ამას ელოდება, ისევ ამას ელოდება. ხო. ისევ ამას ელოდება, იცოდეთ. ეს არის შიგნიდან დაცარიელებული ადამიანი, ეს არის ზუსტად ამისი კარტი.
ამისი ბარათი. ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ წინააღმდეგობას გიქმნით და ადამიანი, რომელიც გარედან გაჩვენებთ აი ამას, ფარაონს და შიგნიდან არის ასეთი ცარიელი ფიტული, რომელიც ხატია აგეთ. პატარა ჩია ადამიანი. რომელსაც არაფერი შეუძლია, უსულო. ამ ადამიანს არც სული აქვს და არც გული. მოდი ესე ვიტყვი, მაპატიეთ, მაგრამ ასეა. სხვას ვერ აღწერ სხვანაირად, იმიტომ რომ დღეს ესეთი პარტნიორია მოსული. უსულო და უგულო. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ორმხრივი აქ ვხედავ, ეს ორმხრივი სიყვარულის კარტია, მაგრამ რად გინდათ, მეგობრებო, რად გინდათ? ცარიელ ფიტულს დაგამგავნათ ამ ადამიანმა, მეგობრებო. ქანდაკებას დაგამგავნათ, მეგობრებო. მისნაირ ქანდაკებას დაგამგავნათ. დაჟე ბუსაც თვალები აქვს დაყლეპილი, მეგობრებო, მისი საქციელით. რა დღეში ჩაგაგდოთ. გავგიჟდი ახლა. ხო, კი ბატონო. რა თქმა უნდა, მოსწონს, აბა? ხო. საკუთარი თავი მოსწონს ყველაზე მეტად. პირველი საკუთარი თავი და მეორე ადგილზეც მე და მხოლოდ მე და მეტი არავის სხვა, ასე ამბობს. ამ ადამიანს აქვს ორი არჩევანი. პირველი არის მე და ჩემი თავი, ასე ამბობს და მეორე ადგილზე არის კიდევ მე და კიდევ მეტი აღარავინ. სიო, მორჩა კინო. ხო. მოდით ერთი კარტი კიდევ. ხო. მოდით ერთი კარტი კიდევ, მეგობრებო, კიდევ ერთი ბარათი. ხო, ცნობის მოყარეობა კლავს ამ ადამიანს ზოგადად, ძალიან ცნობის მოყარეა. კი. დადის და ესე შეიძლება საკუთარ თავს ელაპარაკებოდეს, ხმამაღლა ფიქრი უყვარდეს ალბათ, ხელებით საუბარი უყვარდეს, ჟესტები აქ ხელებით ლაპარაკი უყვარს. ხო, რაღაცნაირად ეხლა ვხედავ ასე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი ლაპარაკობს, საუბრობს ხელებით. ხო. შეიძლება უყვარდეს კიდევ ნარდის თამაში, კამათლებს ვხედავ, კამათლები აქვს ხელში. თამაში უყვარდეს კიდევ, ნერვებზე თამაში კარგად იცის. მეცინება მეც. გეიცინე, მე მაგას რა ჯობია ადამიანო. ხო. კი ბატონო, სასწაულია, ეს სად ნახეთ ეს ცირკის მსახიობი, არ ვიცი, მაპატიეთ, მაგრამ კი. ცირკის მსახიობი. ხო. მაპატიეთ, მეგობრებო. აი თქვენ კიდე. აი თქვენ მეგობრებო და აი თქვენი პარტნიორი. ხა კი მამაკაცები ხატია, მაგრამ აი ეს პოზიცია თქვენ ხართ, ეს თქვენი პარტნიორი. მე მგონი სხვაობას ხედავთ. კლოუნი კიდე უკეთესია. ბოდიში, კლოუნი. აი ხარეთ მეგობრებო. ხა, აი თქვენ ხართ ბუნებასთან ახლოს. ყველაფერი გიყვართ. აი ნახეთ მეგობრებო, თქვენ ასე სარკესთან კი არ გახართ. ეს როზის აგერ საწოდავის, აი სატანები და იგენი რო ახვევია გარს, აი თავისი სატყუარა. აი თქვენი პოზიცია, შეხედეთ? ხელსაქმე გიყვართ ძალიან, ვინ რას აკეთებთ, ქსოვთ, კარგავთ, კერავთ, ვინ რას რგავს, ვინ რას აკეთებს, ვინ ხელგამოსული ოსტატია, ცხოველები გიყვართ, ბუნება გიყვართ, მზე გიყვართ, წვიმა გიყვართ, ქარი გიყვართ, ეს თქვენ დახასიათებაში პირველივე სიტყვიდან ამოვიდა, მეგობრებო. მე როდესაც ავტვირთავ ამ საჯარო ლაივს, დააკვირდით, თქვენს დახასიათებაში მაქვს ეს ნათქვამი. თქვენ ყველაფერი გიყვართ ბუნებასთან, რაც ასოცირდება. ამ ადამიანს ეს გვირგვინი უყვარს, რომელიც ჩამოამხვეთ და აღარ ამხობთ კიდევ თავზე ერთს. ხო, ვინ მღერით, ვინ ცეკვავთ, ვინ კარგავთ, ვინ ქსოვთ, ვინ რას აკეთებთ, მეგობრებო? ყველაფერი ალაგია აგერ ცხოველები ალაგია, ბუნებაა, ყველაფერი შეგიძლიათ.
ოქროს ხელები გაქვთ მეგობრებო. ოქროს გულის ადამიანები ხართ. სად ნახეთ ეს ტაკი მასხარა არ ვიცი. მაპატიეთ, მომიტევეთ. მე შემხთა ესეთი ტაკი მასხარა, მაგრამ გაუშვი იქით და იმის იქით მეგობრებო. ასეთ ადამიანს მეგობრებო, პასუხის ღირსადაც არ უნდა ჩათვალოთ, თუნდაც SMS-ის სახით. არავითარ შემთხვევაში იმ პასუხის გაცემაზე თქვენგან ძალიან დიდი სასიცოცხლო ენერგია მიაქვს ამას მეგობრებო. მის ანკესზე არ წამოეგოთ. არავითარ შემთხვევაში მის ანკესზე არ წამოეგოთ მეგობრებო. აი ეს დუშაში უგორდება ზუსტად თქვენ რო პასუხს ცემთ მას. აი ეს დუშაში უგორდება ზუსტად მას, რამდენჯერ პასუხს დაუბრუნებთ მას, იცოდეთ მეგობრებო. აი ზუსტად მაგი 2-6-იანი უჯდება. არა, ანა მარია მაპატიე, მე ბოდიშებს ვიხთი. ხა. ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, ვიხსენიებ თქვენს პარტნიორს. ხო, ნატრივისოლი ბუკვიზეო. კვირიკაშვილი რო ამბობს, ზია კვირიკაშვილი. ნატრივისოლი ბუკვიზე გოუშვი, ქალო. ხა, ასია ჩემო მეგობრებო. ესეთი სასწაული და საოცარი პარტნიორი ყავთ, გელოდე ხო და მეგობრებო, ეხლა ნახეთ, თქვენ ძალიან კარგად იცით ეს გასაღები სად უნდა მოარგოთ. და თქვენმა პარტნიორმა იჯდეს იმ სარკის წინ და ელაპარაკოს საკუთარ თავს, ხო იცით, საკუთარ თავს ვინ ელაპარაკება მეგობრებო, ხო იცით? ხო, აი ესა ის. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი, ძალიან კარგი. ძალიან კარგი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი. უღრმესი მადლობა ყველას. დაებედნიერი დღე გქონოდეთ. ეხლა მე გავიპრანჭები და უნდა გავიდე გარეთ, იმიტომ რომ ხო, ეხლა გავალ გარეთ. რა გიპასუხოთ? კითხვებზე პასუხი არ მაქვს. პოზიტიური დღე გქონოდეთ მეგობრებო. აი დილით გაკეთებული ლაივი რატო არის კარგი? ვიხალისეთ, ვიცინეთ, კარგ ხასიათზე დაგაყენეთ, ხო და ეხლა მთელი დღე იქნებით აი ესე კარგ ნოტებზე. რატომაც არა ხომ არ მეტყვით? ზუსტად. მანდ ზუსტად. ყველაზე კარგი ყოფილა დილის ლაივი. ვარჯიშივითა მეგობრებო. გონება გავანიავეთ ცოტა ერთად. ხო. ასე რომ ეხა ბედნიერი დღე გქონოდეთ, საღამოს როდესაც მოვალ კიდევ სახლში, შევეცდები რაიმე საჯარო ლაივი საჯარო გაშლა ჩაგიწეროთ. აი ზუსტადაც. ყველას გადმოგედოთ ჩემი პოზიტივი. ზუსტად მეგობრებო. გაიხარე. გურია. სადაც არაჯობს გაცლაშჯობს. გოუშვით ნატრივისოლი ბუკვიზე. ხო მეგობრებო, აბარა. მოკლედ გავიქეცი ჩემო ძვირფასებო. მადლობა უფალს რომ მოვახერხეთ დღეს თქვენი გამხიარულება ამ დილის საათებში. ბედნიერი და წარმატებული დღე ყველას თქვენ და ხვალ-დილით დაგიბრუნდებით ისევ ლაივში. საქართველოს დროით პირველ საათზე და იტალიის დროით 10 საათზე. ასე რომ ბედნიერი დღე თქვენ გაიხარეთ, უღრმესი მადლობა ყველას. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მეგობრებო, არაფერზე არ იდარდოთ. უმუშევარიც რო იყვეთ, არც მაგაზე იდარდოთ. დედას პიცა ვარ, საერთოდ აღარ მინდა მუშაობა. დაიჯერებთ? ისეთი კარგია თავისუფლება, საერთოდ აღარ მინდა. ბედნიერი დღე თქვენც ასევე, აბა წავედი დროებით.